მოგესალმებით. ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენის გამარჯვება საქართველოში განსაკუთრებით გაგვიხარდა და ეს ბუნებრივიც არის. ასევე ბუნებრივია, რომ გამარჯვება არანაკლებ გაუხარდათ საფრანგეთში, მაგრამ ის თუ როგორ გამოიხატა საფრანგეთის დედაქალაქში, ეს სიხარული და საერთოდ აქვს თუ არა გამარჯვების შემდეგ მომხდარ მოვლენებს, რაიმე საერთო საფეხბურთო ან სპორტულ სამყაროსთან, ეს მეორე საკითხია. ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში ლამის ტრადიციად იქცა, რომ საფეხბურთო მატჩების შემდეგ ქალაქებში მასობრივი არეულობები იწყება. ზოგან არეულობა მასშტაბურია, ზოგან სტიქიური, ზოგან კი აშკარად ჩანს, რომ არეულობა თამაშის შემდეგ უკვე ორგანიზებული და კარგად დაგეგმილია. სხვას ვერაფერს ვიფიქრებთ იმ კადრების ნახვისას, რაც პარიზში მოხდა. თან კადრებში აშკარად ჩანს, რომ ძალადობრივ პროცესში ჭარბობენ ისინი, ვინც მიგრაციული არა ევროპული წარმოშობის არიან. ასეთი მოცემულობა კი ქმნის იმ სურათს, რასაც ვხედავთ. ქუჩაში გამოსული მასა აღნიშნავს გამარჯვებას და მოქმედებს იმ ქვეყნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც ისინი შეიფარა. ასეთი სურათი იმაზე მეტყველებს, რაც არაერთხელ გვითქვამს. მიგრანტების ასიმილაცია შესაძლებელია, მაგრამ მცირე რაოდენობით, დიდი ძალისხმევისა და ძლიერი მუშაობის შედეგად. მაგრამ როდესაც საზღვრები ღია, არალეგალური მიგრაცია ყვავის, ბრიუსელის ბიუროკრატია თვალს ხუჭავს პრობლემებზე და პირიქით ახალისებს ამ პროცესს, შემდეგ იწყება არეულობები და დაპირისპირება ქუჩაში. თან ისიც უნდა ითქვას, რომ წლიდან წლამდე სურათი უარესდება. პარიზში 30 და 31 მაისს ნანახი სურათი იმის მაგალითია, რომ პროცესი პრაქტიკულად უმართავია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 22,000 პოლიციელი იყო მობილიზებული, მათგან 8,000 პარიზში. და მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა 900-მდე დემონსტრანტი დააგავეს, 180-მდე პოლიციელი დაშავდა. აქ აშკარად ჩანს, რომ საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის ღირებულებებზე დგას, უკუშედეგი მოიტანა. ამ უკუშედეგზე და შესაძლო შედეგებზე ადრეც ბევრი საუბრობდა, მაგრამ მათ არავინ უსმენდა და მათი დემონიზება ხდებოდა. არადა ფაქტი ჯიუტია, საზოგადოება იმ ზღვარზე არის მისული, სადაც შეიძლება ძლიერი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს დაგროვებული უკმაყოფილების გამო. შემდეგ პროცესს მხოლოდ პოლიცია ვეღარ გააკონტროლებს. იმ პოლიტიკური მოცემულობისა და ღირებულებების გათვალისწინებით, რაც დღეს საფრანგეთსა და ევროკავშირში გვაქვს, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ისეთი არეულობების შემდეგ, რაც პარიზში ვნახეთ, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებების გატარება, ღირებულებების გადააზრება და პირველ რიგში სახელმწიფოებრივი აზროვნების დაბრუნება. როგორც ანთროპოლოგი პასკალ ბოიერი ამტკიცებს თავის წიგნში „შეუძლებელი დემოკრატია“, არსებობს ძირეული განსხვავება დემოკრატიას, რომელიც ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე დგას, და ეგრეთ წოდებულ კოალიციურ ჯგუფებს შორის. აქ საუბარია ისეთ ჯგუფებზე, რომლებიც ტომობრივი მენტალიტეტით აზროვნებენ, ლმობიერებას, ტოლერანტობასა და კეთილგანწყობას სისუსტის ნიშნებად აღიქვამენ. სწორედ აქ უნდა მოვიაზროთ იმ მიგრანტების უმეტესობა, რომლებიც აწყობენ მსგავს არეულობებს, თავს ესხმიან ადგილობრივებს, რომელთა ხარჯზეც იზრდება დანაშაული და მთლიანობაში ქვეყანა და დედაქალაქი სწორედ იმ ჯუნგლებს ემსგავსება, რომელზეც ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი საუბრობდა. საფრანგეთის ხელისუფლების უუნარობა ძლიერი ნაბიჯები გადადგას მსგავსი ჯგუფების წინააღმდეგ მხოლოდ უკუშედეგს იძლევა. უმოქმედობა მსგავსი ჯგუფებისთვის დათმობისა და სისუსტის ტოლფასია. პარიზში მასობრივ არეულობებზე ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. 2026 წლის 30 მაისის საღამო. ბუდაპეშტში, სადაც საფეხბურთო ფინალი მიმდინარეობს, ატმოსფერო მშვიდია. ფრანგი გულშემატკივარი ზეიმობს ZDZ მეორე ჩემპიონთა ლიგის თასს. თუმცა საფრანგეთში საზეიმო განწყობას შიშიც ახლავს. პარიზელებმა იციან, რომ საფეხბურთო გამარჯვება საფრთხის სინონიმია. და მათ ამის გამოცდილება წინა წელსაც მიიღეს. როდესაც პარი სენ-ჟერმენი პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მაშინდელ არეულობას მსხვერპლიც კი მოჰყვა. წელს კი მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ფრანგი მშობლები შვილებს ქუჩაში, ბარებსა თუ სპეციალურად მოწყობილ საჯარო სივრცეებში მატჩის საყურებლადაც კი არ უშვებდნენ. მთავრობა ნაცვლად ზეიმის ორგანიზებისა მასობრივი არეულობისთვის ემზადებოდა.
ხელისუფლების მიერ პროგნოზირებული სცენარის შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის ფინალში PSG-ს გამარჯვებას პარიზსა და მთელ საფრანგეთში იშვიათი ძალადობის სცენები მოჰყვა. პარიზში მცხოვრებლებმა სული განაბეს და თავიანთ სახლებში გამოიკეტნენ. ოჯახებმა ბავშვებსა და მოზარდებს სახლში დარჩენა უბრძანეს. მატჩის საყურებლად კაფეში წასვლით გარისკვაზე საუბარიც კი არ ყოფილა, რათა შავდრეში არ ჩავარდნილიყვნენ. PSG-მ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება მართალია ქვეყნის შიგნით ზეიმით დაიწყო, მაგრამ მალევე ის კოშმარად იქცა. საღამო, რომელსაც სპორტის და გამარჯვების გარშემო გახარებული ხომაგი უნდა გააერთიანებინა, ქაოსისა და ძალადობის მორიგ თარიღად იქცა, რომელიც პარიზს დიდხანს ემახსოვრება. სიტუაცია იმდენად უმართავი გახდა, რომ რადიო ფრანს ინტერის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი იძულებული გახდა ეღიარებინა. 890-ზე მეტი დაკავებული ყავს, რაც შარშანდელთან შედარებით 45%-ით მეტია. სამწუხაროდ მთლიანობაში შიდა უსაფრთხოების ძალების მხრიდან დაშავებულთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა. ჩვენ ვიცოდით, რომ PSG-ს გამარჯვების შემთხვევაში ეს ზეიმი არეულობებს გამოიწვევდა, ურბანულ ძალადობას, ძარცვის მცდელობებს და რა თქმა უნდა სამართალდამცავებზე თავდასხმებს. შემდეგ ჩნდება სხვა კითხვა: რატომ სარგებლობენ ახალგაზრდა არეულობების მონაწილეები PSG-ს გამარჯვებითა და სხვა მსგავსი მოვლენებით? კითხვა თუ რატომ მოდიან ეს ახალგაზრდები დასამტვრევად და დასანგრევად სხვა მიზეზებთან და სხვა გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული. მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და ჩემი ამოცანა ამ ყველაფრის შეჩერებაა. როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს რეალობა სხვა მიზეზებთან და სხვა გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული, პირდაპირ მიანიშნებს იმ გრძელვადიან პოლიტიკურ და სოციალურ გადაცდომებზე, რომლებმაც მთლიანად ევროპაში და მათ შორის განსაკუთრებით საფრანგეთში ფუნდამენტური პრობლემები ნორმად აქცია. ცივილიზაციური აცდენა ევროპის კულტურულ ტრადიციასა და რეალობას შორის 31 მაისის ღამეს საკმაოდ თვალსაჩინო იყო. ერთი მხრივ პარიზულმა კლუბმა ისტორიული გამარჯვება და ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი აწია. პარალელურად კი პარიზი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ძალადობრივი ჯგუფები პოლიციას თავს ესხმოდა. ქუჩებს, ავტომობილებსა და კერძო ქონებას სწვავდა. ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და მოიპარეს ტანსაცმელები, სურსათი, ტექნიკა. მედიაში მეტიც იწერება. პარიზის ცენტრში ბასტილიის ოპერაში მაყურებლები წარმოდგენის დასრულების შემდეგ შენობის შიგნით ჩაკეტეს. რადგან უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქუჩაში არსებული პირობები არ იყო საკმარისად უსაფრთხო შენობის დასატოვებლად. ტროკადეროზე ეიფელის კოშკიდან სულ რაღაც ორნაბიჯი ამბოხებულები სკანდირებდნენ ბინ ლადენს. თან ეცვათ ტერორისტის მიმსგავსებული სამოსი. ასევე გამოცემები გვთავაზობენ თვითმხილველი პარიზელი მეხანძრის კომენტარსაც. ვხედავდი, როგორც ცემდნენ პოლიციელ კოლეგებს რკინის ხელკეტებით. ვნახე, როგორ დაუშინეს ქვები პოლიციის მანქანას ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ გამოვედით ხანძრის ჩასაქრობად. თავს დაგვესხნენ ამბოხებულები, რომლებიც გვიყვიროდნენ და ძაღლებს გვეძახდნენ. ჩვენ უბრალოდ სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობდით და თავად გავხდით სამიზნეები. ხელში ავიყვანეთ 14 წლის ბიჭი, რომელსაც სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. ვნახე დედა, რომელიც გვემუდარებოდა დაგვეცვა მისი შვილები, სანამ ქვემოთ ყველაფერს ამსხვრევდნენ. ჩამსხვრეული ვიტრინები, გაძარცვული მაღაზიები, დამწვარი მანქანები და ეს ყველაფერი რაღაცის აღნიშვნის საბაბით. და სწორედ აქ ისმის მთავარი კითხვა: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ფეხბურთთან? მით უმეტეს ისტორიული ტიტულის მოგების აღნიშვნასთან. ამ ანომალიის მასშტაბის სრულად აღსაქმელად ზუსტად 3 ათწლეულით უკან 1998 წელს უნდა დავბრუნდეთ. როდესაც ფრანგებმა თავიანთ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ტიტული მოიგეს, ქვეყანამ სრულად განსხვავებული რეალობა იხილა. პარიზის ქუჩებში მაშინ მართლაც საზეიმო, ერთიანი განწყობას უფევდა და პოლიციას არ დასჭირვებია ძალისმიერი ჩარევათო მასობრივი სპეცოპერაციები. არც ფრანგ მშობლებს ეშინოდათ საკუთარი შვილების გაშვება საერთო სახალხო ზეიმზე და არც ადგილობრივი ბიზნესი ემზადებოდა ვიტრინების აჭედვით გარდაუვალი ზარალისთვის. სწორედ ეს თვალსაჩინო კონტრასტი ითხოვს უფრო ღრმა ანალიზს. თუ რა შეიცვალა ამ 30 წელიწადში? როგორ იქცა ევროპული კულტურისა და თავისუფლების ერთ-ერთი ისტორიული ცენტრი სივრცედ, სადაც სპორტული გამარჯვებაც კი სამოქალაქო შეშის სინონიმია? აშკარაა, რომ ნამდვილად არსებობს პრობლემა განსაკუთრებით პარიზში და ზოგადად საფრანგეთში დიდი საფეხბურთო მატჩების თანმდევი ძალადობის სახით და როგორც ჩანს, ამას ნაკლები კავშირი აქვს თავად გულშემატკივრებთან. ადამიანები იყენებენ ქუჩაში ხალხის გამოსვლისა და აღნიშვნის ამ შესაძლებლობას, რათა გამოიწვიონ არეულობა. და ვინ არიან ეს ადამიანები?
ძირითადად ისინი მიგრანტებისგან შემდგარი აგრესიული ჯგუფები გახლავთ, რომლებსაც სულაც არ აქვთ განცდა, რომ ისინი საკუთარ ქალაქს აზიანებენ, წვავენ და ანგრევენ, განსხვავებით 1998 წელს ქუჩაში გამოსული ხალხისგან. ის, რაც პარიზსა და სხვა ქალაქებში ვიხილეთ, დიდწილად ათწლეულების განმავლობაში მომდინარე უკონტროლო მიგრაციული კრიზისისა და კულტურული ინტეგრაციის სრული კრახის დემონსტრირებაა. ფაქტია, რომ ამ რამოდენიმე ათწლეულში ქვეყნის შიგნით გაიზარდა რადიკალიზებული ასოციალური მასა, რომლის ღირებულებითი სისტემა სრულად დისონანსშია ტრადიციულ ევროპულ ცივილიზაციასთან. როდესაც სპორტული ტრიუმფი ქალაქების გადაწვისა და სამოქალაქო შიშის ინსტრუმენტად იქცევა, ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს არა დროებით პროტესტთან, არამედ სისტემურ, იდეოლოგიურ უარყოფასთან, რომელიც ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს დაგროვილი აგრესიის ამოსაფრქვევად. საფრანგეთი დღეს საკუთარი ლიბერალური ილუზიების მძევალია. ილუზიების, რომელიც წლების განმავლობაში Deep State-ის მიერ მართულმა პროპაგანდამ ჩამოაყალიბა. Deep State-ისვე მართულმა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა კი მის დომინაციას ხელი შეუწყეს. პოლიტიკოსები მემარცხენე ფლანგიდან ცენტრამდე ყველანაირად ცდილობენ სიტუაციის შელამაზებას, მაშინ, როდესაც ფუნდამენტური კითხვები ჩნდება. ჩვენ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი წესრიგის უბრალო დარღვევის სტადიაზე ვართ თუ ცივილიზაციის კოლაფსის წინაშე ვდგავართ. მემარცხენე ფიგურებს შორის რეალობის უარყოფა ფართოდაა გავრცელებული სრულიად გასაგები მიზეზების გამო. იდეოლოგიურად წარმოუდგენელია მათ მიერ პასუხისმგებელი პირების, ანუ საკუთარი ამომრჩევლების ეგრეთ წოდებული სტიგმატიზაცია. აშკარა განტევების ვაცი პოლიცია, რომელსაც ბრალს დებენ განურჩევლ დარბევაში ან უკიდურეს შემთხვევაში იმაში, რომ გულშემატკივრებს სიხარულის გამოხატვის საშუალება არ მისცეს. ცენტრსა და მეინსტრიმულ პრესაში კი ნარატივი იგივეა. საინფორმაციო არხმა BFTV მომხდარს უბრალოდ მცირე დაძაბულობა უწოდა. უფრო მეტიც, მიგრანტების უსაფუძვლო აგრესიისა და ვანდალიზმის, ანუ რეალობის უარყოფა, რომ სისტემური გახდა და ის უმაღლეს დონეზეც კი აისახება, ეს პარიზის რეგიონის ერთ-ერთი პოლიციის განცხადებითაც დასტურდება ადგილობრივ გამოცემასთან. ასეთ ღამეებში ვცდილობთ საერთოდ არ დავაკავოთ ვინმე, რათა არ გადავტვირთოთ საგამოძიებო სამსახურები. თანაც ვიცით, რომ მაგისტრატები საქმეს მსვლელობას არ მისცემენ და დაკავებულებს ყოველგვარი სასჯელის გარეშე გაათავისუფლებენ. იმავე სისტემურ პრობლემებზე საუბრობს ეროვნული გაერთიანების დეპუტატი მატიას რენო. ამბოხებულები ასე იქცევიან, რადგან მათ არც ფიზიკური შედეგების ეშინიათ და არც სამართლებრივი თუ ფინანსური გამოძახილის. ეროვნული გაერთიანების პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ კი გაცილებით მკაცრად დაგმო განვითარებული მოვლენები და მას სამოქალაქო ომის მომაგონებელი სცენები უწოდა. მონაწილეებზე კი განაცხადა: ფიზიკურად საფრანგეთში არიან, მაგრამ მათი სული და გული სხვაგანაა. თუ ხვალ ჩვენ ვიქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენ განვახორციელებთ სისხლის სამართლისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც მტაცებლებს მწყობრიდან გამოიყვანს. გავრცელებული ინფორმაციებიდან ცხადი ხდება, რომ პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ უკონტროლო ქაოსის სურვილი. კერძოდ, ერთია დააზიანო კომერციული მაღაზიები ან ავტობუსის გაჩერებები და მეორე, შეურაცხყო ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოები. საინფორმაციო სააგენტო ვიშეგრად 24 იტყობინება. ანის ბენკაიმა ალჟირელი მომღერლის ხალიდის არაღიარებული ბიოლოგიური ვაჟი გადაიღეს იმ დროს, როდესაც ის პარიზში ჟანა დარკის ქანდაკებაზე წვრებოდა და სკანდირებდა პროვოკაციულ განცხადებებს. როგორიცაა პარიზი ჩვენია და შეურაცხყოფას აყენებდა საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს. არაფერია გამარჯვების მომტანი იმაში, თუ როგორ ჩაიძირა პარიზი აპოკალიფსურ სცენებში, სადაც საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობა დააზიანეს უცხოური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცებმა, რომლებიც ანტიფრანგულ და ანტიდასავლურ განწყობებს გამოხატავდნენ. საგულისხმოა, რომ ეს ახალგაზრდა არ არის ღარიბი უბნიდან. ის მდიდარი ელიტის ნაწილია, ასე რომ მისი აგრესია ეკონომიკური პრობლემებით ან გაუნათლებლობით ვერ იქნება განპირობებული. არამედ ეს ქცევა უფრო იდეოლოგიური მდგენელების შედეგია და ერთგვარი სიმბოლოა თაობისა, რომელსაც არანაირი ემოციური თუ კულტურული საერთო არ აქვს იმ ქვეყანასთან, სადაც გაიზარდა ან ცხოვრობს. და სწორედ აქ იკვეთება Deep State-ის მთავარი გლობალისტური სტრატეგია და მიდგომა, რაც ევრობიუროკრატიისა და ევროპული ადგილობრივი ლიბერალური ხელისუფლებების ხელით წარუშლელ დახს ასვამს ევროპულ ცივილიზაციას. ევროპული სახელმწიფოების შიგნით მიზანმიმართულად იქმნება ისეთი კულტურულად დეზორიენტირებული მასა, რომელსაც არანაირი იდენტობრივი თუ მორალური ბმა არ აქვს საკუთარი, ან მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მის ისტორიულ კულტურასთან, რელიგიასთან თუ ტრადიციებთან.
ეს ჯგუფები შთაგონებული და მართული არიან მხოლოდ რადიკალური გლობალისტური დღესასრიგით, რომელიც ლიბერალიზმის ნიღაბს ამოფარებული, მათთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან დაცლილ, აბსოლუტურ და შეუზღუდავ თავისუფლებას ქადაგებს. ამ იდეოლოგიური манипуляციის ფარგლებში ტრადიციული სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით, რომელიც კანონებისა და სამართლებრივი ჩარჩოების საშუალებით ცდილობს დაარეგულიროს ეს უკონტროლო თავისუფლება, მუდმივ ეგზისტენციალურ მტრად არის წარმოჩენილი. გლობალისტური პროპაგანდა მათ შთააგონებს, რომ თუ სახელმწიფო წესრიგის დაცვისას მათ აგრესიას ახშობს, ის ამით ამ მასების უფლებებს ზღუდავს. ამიტომაც მას გამოდმებით ყველა არსებული შესაძლებლობითა და საბაბით უნდა ებრძოლონ და ამ კვირას განვითარებული მოვლენები პარიზში ამის ნათელი დადასტურებაა. საერთო ზეიმი ღამის კოშმარად იქცა და ეს სწორედ ისაა, რაც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს იდეოლოგიური დომინაციისთვის სასიცოცხლოდ ესაჭიროება. სუვერენულ სახელმწიფოებში არ უნდა არსებობდეს არანაირი ფუნდამენტური საყრდენი, რაც საზოგადოებას საერთო იდენტობის გარშემო გააერთიანებს. ისტორიულად, დიდი საფეხბურთო ტიტულები თუ სპორტული მიღწევები სწორედ ის უნიკალური ფენომენი იყო, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულების მქონე ადამიანს ეროვნული სიამაყის ერთიანი სივრცის ნაწილად აქცევდა. სწორედ ამგვარი საერთო სახალხო კოდის, ტრადიციული სიმბოლოებისა და კონსოლიდაციის უნარის მოშლაა Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც და იარაღიც. ამიტომაც პარიზში განვითარებული მოვლენები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ როგორც სპონტანურად წარმოქმნილი, ცალკეული არეულობა. ეს არის იმ მიზანმიმართული პროპაგანდისა და გატარებული პოლიტიკის პირდაპირი პროდუქტი, რომელმაც ევროპული ცივილიზაციური კოდი თითქმის სრულად მოშალა. და ეს სისტემური დესტრუქცია მხოლოდ საფრანგეთის ლოკალური პრობლემა არ გახლავთ. ანალოგიური მასშტაბისა და შინაარსის ცივილიზაციური შეჯახება ევროპამ კიდევ ერთ წამყვან სახელმწიფოში, გერმანიაშიც იხილა, თანაც ახალი წლის ღამეს. 2022 წლის დადგომისას ბერლინის ნოიკიოლნის რაიონი ქაოსში ჩაიწირა. მიგრანტებით დომინირებულ უბანში ამბოხებულებმა ბარიკადები ააგეს. წყოლებს იარაღით ემუქრებოდნენ. ფეიერვერკებს უმისამართოდ ისროდნენ. სახელმწიფო ამ მოულოდნელი და მასშტაბური გამოწვევის წინაშე უძლური აღმოჩნდა. და ყველაზე ირონიული ამ ისტორიაში ისაა, რომ ეს მიგრანტები საცხოვრებლითა და სოციალური პაკეტებით იმავე სახელმწიფომ უზრუნველყო, როდესაც მიგრაციული პოლიტიკით მათ კარები ფართოდ გაუხსნა. ქალაქში მსგავსი ვითარება და ავადებას გავს. ის ნელ-ნელა ვითარდება და არაერთ ღამეში იწყება. ბერლინი თანდათან კრიმინალური საზოგადოების პარალელურ დედაქალაქად გადაიქცა, სადაც აღნიშნული კრიმინალები სოციალური დახმარების სისტემით სარგებლობენ და სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას ღიად უპირისპირდებიან. ექსტრემისტი მემარცხენეები კი თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სისტემის ნგრევას განაგრძობენ. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისინი კანონის უზენაესობას კი არ იცავენ, არამედ აღნიშნულ კრიმინალებს უჭერენ მხარს. სტრუქტურები ამას თავხედურად იყენებენ. აგრესიული ჯგუფები განზრახ ესხმოდნენ თავს მაშველებსაც. წაუკიდეს ტურისტულ ავტობუსს და როგორც საფრანგეთში საზეიმო თარიღი ნგრევისა და აგრესიის საღამოდ აქციეს. მათ ქუჩის ცენტრში ნაგვის კონტეინერები გადაწვეს. ზეთკი ლეიბები დაახარეს. როგორც ჩანს, გარკვეული კედლის აშენებას ცდილობდნენ. მათ აკრძალული ფეიერვერკები პირდაპირ ერთმანეთს ესროლეს. სახანძროში მსურდა დარეკვა, თუმცა ისინი გადატვირთულები იყვნენ. შემდეგ დავინახე, რომ რამდენიმე ასეულ მეტრში სახანძრო უკვე ადგილზე იყო. თუმცა რა უნდა ქნა, როდესაც ბრბოში ცალკეულ დამნაშავეებს ვერ არჩევ. ასე რომ ბერლინის ალმოდებული ბარიკადებიდან პარიზის დარბეულ ქუჩებამდე სცენარი იდენტურია. ეს აღარ არის საზოგადოებრივი წესრიგის რიგითი დარღვევა, რომელიც სოციალურმა უკმაყოფილებამ გამოიწვია. არამედ ეს არის ღია ცივილიზაციური ომის შედეგი იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში ევროპული სახელმწიფოებრიობა იდგა. როდესაც ერის გაერთიანების ისეთი სიმბოლო, რაც საფეხბურთო ტრიუმფია, შიშისა და ურბანული ტერორის სინონიმად იქცევა, ნიშნავს, რომ წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია. გლობალისტურმა ექსპერიმენტმა დასავლეთი უმძიმეს ეგზისტენციალურ კოლაფსამდე მიიყვანა, რაშიც დამნაშავე Deep State-ის მორჩილი სახელისუფლებო ელიტები არიან. უკონტროლო ქაოსი, რომელიც საერთო ეროვნულ სიხარულს ანაცვლებს, სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მიერ თავს მოხვეული, მულტიკულტურალიზმისა და ფსევდოლიბერალიზმის პირდაპირი შედეგია. პარიზის ქუჩებში კი ჩვენ სინამდვილეში ვნახეთ არა უბრალოდ ვანდალიზმი, არამედ კულტურათა შორისი ომი. ხოლო როდესაც მსგავს ომში ერთი მხარე გარედან მართული ხელისუფლების ფსევდოლიბერალური მოთხოვნებითაა პარალიზებული, ხოლო მეორე მტაცებლური ინსტინქტით მოქმედებს, ევროპულ ცივილიზაციას გარდაუვალი მარცხი ემუქრება.
პარიზში 1998 წელს მსოფლიო თასის მოპოვება აღნიშნეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში თავისი მნიშვნელობით, მაგრამ თუ კი შევხედავთ 1998 წლის კადრებს, ქუჩაში გულშემატკივრები არც პოლიციას ებრძვიან, არც პეტარდებს ისვრიან და არც ხანძარს აჩენენ. აღნიშნა მშვიდ და სპორტულ გარემოში ხდება. თითქმის 30 წელი არის გასული და კონტრასტი ფრანგულ საზოგადოებაში ნათელია. ის, რაც პარიზში ვნახეთ, არის Deep State-ის მართული ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკის შედეგი, სადაც არალეგალური მიგრაციის წახალისება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.